ეგეთებს უნდა ყველაფერი ერთად სწრაფად იმისთვის, რომ ვიღაც მამაკაც რაღაცა დაუმტკიცოს. სწრაფად, ხო. ძალიან რთული და ესეთი მტკივნეული თემაა ეს. პირველი და ყველაზე მტკივნეული რისკი არის სიკვდილი. რანაირი ვირტუოზი არ უნდა იყოს ორთოდონტი, მარტო ბრეკეტებით ვერ შეწევ ყბას უკან. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, როცა არის ქვედა ყბის რაღაცა სიმსივნე, რომელიც ჩაზრდილია ძვალში და ონკოლოგიური ოპერაციის დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქვედა ყბის, ფართო მასშტაბიანი რეზექცია. რატო უნდა დაუყენდეს პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ტიტანის ფირფიტა? ეგეთი ქალი რატო უნდა გაიღვიძოს ძუძუს გარეშე? 13 ან 14 წლის გოგონა, ვისაც აქვს, ქონდა უпростоრედ ზედა ყბის ავთვისებიანი სიმსივნე. თქვენთვის რა არის სილამაზე? ვინც წითლდებოდა სახეზე, ის ითვლებოდა, რომ კაი მებრძოლი იყვედა და მიყავდათ მერე ჯარში. ვინც თეთრდებოდა, იმას არა იყვანდნენ.